მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ არაჩვეულებრივ პანელზე მეც მაქვს საშუალება, რომ გესაუბროთ. დაბრუნდება ალბათ ჩვენი სლაიდები და ძალიან ბევრი რაღაც ახალი იყო ჩემთვის ამ თქვენს მოხსენებებშიც და პრინციპში ძალიან კარგია, რომ ჯერ ეს მოხსენებები იყო, იმიტომ რომ ხო, გამიადვილდება ალბათ რაღაცაების ახსნა და ერთი რაც მენიშნა, ხო, სანამ დავიწყებდა უშუალოდ ამ პრეზენტაციას, რომელიც ჩემს კვლევას ეფუძნება და რაღაცა დასასრულისკენ მიდის უკვე ჩემი ეს კვლევაც. მენიშნა ის, რომ ენერგეტიკის სფეროში, ხო, და განსაკუთრებით ჰესერთან მიმართებაში, როგორც მოვისმინეთ წინა ორი მომხსენებლისგან, ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა. არ არის მონაცემები, ხო, რაღაც არც რუკებს არ აწოდებს მთავრობა, არც სტატისტიკურ მონაცემებს, ადგილმდებარეობას ჰესების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთი და კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა არის, როდესაც კრიპტოვალუტებზე მიდგება საქმე. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე წლებია გვესმის და სხვათა შორის იგივე მსოფლიო ბანკისგან და ასევე სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებში საქართველო ფიქსირდება უკვე 2016 წლიდან, როგორც ერთ-ერთი ჰაბი კრიპტოვალუტების მაინინგის. საქართველო, ხო, არც რომელიმე სამინისტრო, მათ შორის არც ჩვენი ცენტრალური ბანკი, ეროვნული ბანკი, ისინი ამბობენ, რომ არანაირი სახის სტატისტიკას არ აწარმოებენ მაინინგის შესახებ. რაც არის ფაქტიურად წარმოუდგენელი, გულწრფელად რო გითხრათ, მე ამის არ მჯერა, მგონია რომ ეს მონაცემები არსებობს, უბრალოდ არ არის საჯარო და ჩემთვისაც, როგორც კვლევრისთვის, ძალიან მძიმე გამოცდილება იყო ამ საკითხზე მუშაობა, იმიტომ რომ ფაქტიურად სიბნელეში მიწევდა ხელების ცეცება, ძალიან რთულია მონაცემების გარეშე ესეთი კვლევის გაკეთება. და ერთ-ერთი პირველი მომენტი, რამაც პრინციპში ჩემი ყურადღებაც მიიპყრო, ხო, ყველაზე მეტად, ეს იყო 2021 წლის დეკემბრის ბოლოს და ვფიქრობ, რომ შემდეგაც, როდესაც შევისწავლე იგივე თუნდაც სხვადასხვა ნიუსები, საჯარო დისკურსი და ასე შემდეგ, მივხვდი, რომ ეს 2021 წლის დეკემბრის ფიცი სვანეთში, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობამ, ხო, მესტიის მოსახლეობამ და არა მარტო მესტიის, აქ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა იყო შეკრებილი დადეს ეკლესიაში, რომ ყველას უნდა გამოერთო მაინერი, თუ ვინმეს კრიპტომაინერი ქონდა ჩართული სახლში. ეს ფიცი იყო მომენტი, როდესაც რაღაცა ეს აი ამ ბუნდოვანების და ამ სტატისტიკური მონაცემების არარსებობის და ასევე სამთავრობის სიჩუმის ფონზე, ხო, ძალიან ჩუმი დისკურსია დღემდე. ყველაფერი, რაც ეხება კრიპტოვალუტებს, თითქოს არ არსებობს. თითქოს ეს ჩვენს ქვეყანაში საერთოდ არ ხდება. ეს ფიცი იყო რაღაცნაირად სიჩუმის დარღვევა. და რატო გადაწყვიტა სვანეთის მოსახლეობამ, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მისულიყო, ხო, მათთვის, ვინც არ იცის, სვანეთში ელექტროენერგიის მიწოდება არის უფასო და უფასო ელექტროენერგია არის ალბათ ის, რაზეც ყველა კრიპტოვალუტის მწარმოებელი იოცნებებდა, იმიტომ რომ ერთადერთი დანახარჯი ამას თუ წარმოების პროცესად წარმოვიდგენთ, ეს არის ელექტროენერგია და რაღაცნა ლოგიკურიც არის ცხადია, რომ ძალიან ბევრმა მაინერმა მიაშურა სწორედ სვანეთს, რომ ფაქტიურად ექსპლუატაციას უკეთებდნენ იქაურ უფასო ელექტროენერგიას და როგორც გაირკვა, ეს თავისთავად ცხადია, რომ ხდებოდა, მე გადავახტები აქ და გაჩვენებთ ესეც, როგორ მოვიპოვე ეს მონაცემები, არ მკითხოთ, მაგრამ არის, როგორ იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში 2012-დან 2019 წლამდე და განსაკუთრებით მე ველოდები უფრო ახალ მონაცემებსაც და იმედია, რომ მომცემენ, რა ხდება 2020 წლის მერე. განსაკუთრებით თუ შევხედავთ 2018 წლიდან 2019 წლამდე დაახლოებით 30%-იანი ზრდა არის ელექტროენერგიის მოხმარების და ამ დონის მოხმარება განაპირობა ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა ამას ვერ უძლებდა, ძალიან ხშირად ითიშებოდა ელექტროენერგია,
ბატონმა მომყამ უკვე ისაუბრა თუ როგორი მნიშვნელოვანია ტურიზმი სვანეთისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ჯერ ერთი რომ ყოფითი პრობლემაა ხო, როდესაც ითიშება ელექტროენერგია თანაც ზამთარში და ამას გარდა მათთვის, ვისაც იქ ქონდა ან საოჯახო სასტუმროები, ან სასტუმროები ფაქტიურად შეუძლებელი გახდა აი აქ იყოს ფაქტიურად შეუძლებელი გახდა ესე რომ ვთქვათ არსებობა და ის მათი ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროც რომელიც იყო ტურიზმი ესეც საფრთხის ქვეშ დადგა და სწორედ ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება რომ მათი აი ამ სვანური სამართლისთვის ესე ვთქვათ მიემართათ და აი ამ ფიცის საშუალებით მას შემდეგ რაც არც ადგილობრივმა მთავრობამ ასევე აქვე უნდა ვთქვათ არც მათმა ენერგიის მიმწოდებელმა ენერგოპრომ ამ კომპანიამ კერძო კომპანიამ და არც ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყურადღება არ გამოიჩინა რომ ეს საკითხი მოეგვარებინა აი ამ გზით სცადეს. ნუ რამდენად მოგვარდა ეს ამეთ სხვა საკითხია, მაგრამ ერთ-ერთი პირველი მომენტი იყო ესე ვთქვათ როდესაც ფართო საზოგადოების ყურამდე მივიდა ეს საკითხი, რომ საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით კრიპტოვალუტების მოპოვება ხდება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ჰესებთან და ელექტროენერგიის წარმოებასთან და ამას მე ჩემს კვლევაში ასევე მოვიხსენიებ როგორც პირველი მომენტი, როდესაც ხდება პრობლემატიზაცია კრიპტოვალუტების მოპოვების, ეს უკავშირდება ნამახვან ჰესის წინააღმდეგ არსებულ პროტესტს, რომელიც ასევე 2021 წელს ხო, განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შევიდა, როდესაც და ხედავთ აქ კადრებს და ალექსანდრაც ახსენებდა ამას მის მოხსენებაში. სწორედ აი ამ ნამახვანის მოძრაობას უკავშირდება ის, რომ პირველად დადგა საერთოდ დღის წესრიგში დაისვა ეს კითხვა, რომ ვის სჭირდება ამდენი ელექტროენერგია, ხო? და როგორც ანდრეც ახსენებდა, ექსპორტზე მაშინ ამდენი საუბარი არ იყო მთავრობის მხრიდან, როდესაც გამართლება ლეგიტიმაცია ხდებოდა, ხო, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების, რასაც ცოტა ხანში გაჩვენებთ ასევე სტატისტიკურად, იყო ეს თავარი არგუმენტი, რომ გაიზარდა მოხმარება და გვჭირდება, რომ აღარ განვახორციელოთ ამდენი იმპორტი, ხო? და სწორედ აი ამ ნამახვანის მოძრაობამ დასვა ეს საკითხი, რომ ხო არ ხდება ეს სწორედ კრიპტოვალუტების მოპოვებისთვის და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. სამწუხაროდ, ხო, თუ ვისაუბრებთ ისევ და ისევ აი ამ მაინინგის პროცესზე და ამის პრობლემატიზებაზე, დღეს ეს საკითხი ისევ საერთოდ გამქრალია, როგორც პოლიტიკური, ასევე საჯარო თუ სამოქალაქო საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მაინც მოხდა ამ საკითხის დასვა, ხო, დასმა. ძალიან მოკლედ შეიძლება ეს არც არის საჭირო ამ აუდიტორიაში, მაგრამ რომ ვიცოდეთ, ხო, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც კრიპტოვალუტებზე ვსაუბრობთ, ვეცდები რომ ძალიან მოკლედ გავიარო, ბიტკოინი ყველას გაგიგიათ, დარწმუნებული ვარ და ბიტკოინი არის დღესდღეობითაც ყველაზე პოპულარული და ყველაზე მოთხოვნადი კრიპტოვალუტა, თუმცა ბიტკოინი არ არის ერთადერთი, ხო, ეს ელექტრონული ფული დღეს უკვე ათასობით სხვადასხვა ტიპის კრიპტოვალუტა არსებობს. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიპტოვალუტებზე, აქ ასე იგი ვსაუბრობთ ვალუტებზე, რომლებიც ფაქტიურად ანუ მათი განაცხადიც, როდესაც პირველი ეს ეგრეთ წოდებული white paper, ბიტკოინის white paper-ი გამოქვეყნდა 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, მთავარი განაცხადი აი ამ ბიტკოინის და ასევე მთელი კრიპტოინდუსტრიის იყო ის, რომ მათ სურდათ, რომ ისინი უპირისპირდებოდნენ სახელმწიფოს, უპირისპირდებოდნენ ცენტრალურ ბანკებს, ეროვნულ ფულს, არსებულ საბანკო სისტემას და ეს უნდა ყოფილიყო რაღაცა ალტერნატივა, ეს კრიპტოფული, რომელსაც არაფერი არ უმაგრებს ზურგს. იმის გარდა, რომ რა თქმა უნდა, არც სახელმწიფო და არც ერთი ცენტრალური ბანკი ამ ვალუტების უკან არ დგას, ხო, როგორც ჩვენ ეს ნებისმიერი სხვა ეროვნული ვალუტების შემთხვევაში ვიცით, ასევე თუ ეკონომიკურადაც შევხედავთ, ხო, საიდან მოდის საერთოდ ღირებულება აი ამ კრიპტოვალუტების, ესეც არის ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი და ამაზე ძალიან დიდი დებატი არის სამეცნიერო წრეებში და ძალიან ბევრი პარალელები არის ასევე რა თქმა უნდა სპეკულაციებთან, იმიტომ რომ ფაქტიურად არ არის რაღაცა არ არსებობს რაიმე ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავდა რომელიმე კრიპტოვალუტის, მათ შორის თუნდაც ბიტკოინის ღირებულებას. მაგრამ აი აქ რომ ვნახოთ, ასე იგი 2009 წლიდან კი იწყება ეს ოფიციალურად, ხო, ისტორია კრიპტოვალუტების და ბიტკოინი კი ყველაზე პოპულარულია, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, დღეს უკვე ასეთი რამდენიმე ათასი არსებობს. 2013 წელს იყო 2021 წელს ბოდი
პერიოდში იყო პიკი, როდესაც მთელი აი მარტო ბიტკოინის ბაზარს რო შევხედოთ, მისი კაპიტალიზაციის დონე მიაღწია 3 ტრილიონ ამერიკულ დოლარს. და დღეს უკვე გვაქვს მოცემულობა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სახელმწიფო აიგნორებდა რაღაცა ეს იგნორის პოლიტიკა იყო ძალიან დიდხანს, აი კრიპტოფულს არც რეგულაციები არსებობდა და დიდად ამაზე თქვა ცენტრალური ბანკებიც არ საუბრობდნენ. დღეს ეს სურათი შეცვლილია. ამერიკაში იქნება თუ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში თუ საერთოდ სოფლიოში ჩინეთი იქნება ეს თუ ასე შემდეგ. ყველგან საუბარია იმაზე, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს ბაზარი, იმიტომ რომ უფრო და უფრო პოპულარული ხდება როგორც გადახდების მხრივ, ასევე დღეს უკვე საუბრობთ კრიპტოაქტივებზე, რომ ადამიანები სწორედ კრიპტოვალუტებში ინახავენ ფულს და ესეთი ექსტრემალური შემთხვევებიც არსებობს, როგორც სალვადორის, რომელმაც ბიტკოინი თავის ეროვნულ ფულადაც გამოაცხადა 2021 წელს, ხო? და რო დავუბრუნდეთ საქართველოს, რას გულისხმობთ, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ საქართველო ჩამოყალიბდა კრიპტოვალუტების წარმოების ჰაბად, ხო? ერთ-ერთი ამის ესეთი მანიშნებელი, რომელზეც შედარებით უფრო მეტი ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი და მოიპოვება, გახლდათ ბიტკოინის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი კომპანიას, რომელსაც ქვია Bitfury Group. ისინი დასახლდნენ, ესე რომ ვთქვათ, თბილისთან ახლოს და ეს ტერიტორია მათ სახელმწიფომ დაუმტკიცა, როგორც თავისუფალი ინდუსტრიის ზონა, მათთვის შეიქმნა, ანუ საქართველოს მთავრობამ სპეციალურად Bitfury-ისთვის ბიტკოინის მწარმოებელი კომპანიისთვის შექმნა ეს ტერიტორია როგორც თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სიმბოლურ ფასად ერთლარად გადასცა, თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 14 ჰექტარზე არის აქ საუბარი და აქ აშენდა ეს ეგრეთ წოდებული data ცენტრი ბიტკოინის, მანამდე იყო გორში და შემდეგ უკვე თბილისთან ახლოს 40 მეგავატის სიმძლავრის და 2015 წლიდან აქტიურად იწყება, თუნდაც თავი რომ დავანებოთ იმ მოპოვებას, ხო, რაზეც სვანეთზე ვისაუბრეთ და ასევე ვიცით, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საკმაოდ აქტიურად იწარმოება, ხო, კრიპტოვალუტები, ამას რომ თავი დავანებოთ და მხოლოდ Bitfury-ს რო შევხედოთ, აი ამ ერთ კომპანიას, საკმაოდ სიმძლავრის, ეს იწყება 2015 წლიდან. თუმცა ძალიან საინტერესო არის, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ამაზე ესეთი არც პოლიტიკური დისკურსი არ იწარმოებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, მართლაც ფაქტიურად 2021 წლამდე და არც რაღაცა სხვა ტიპის, ან თუნდაც სამეცნიერო, ან სხვა დისკურსი, ხო? 2000 ანუ სხვადასხვა ამონაცემს რო არ გავყვე, არსებობს სხვადასხვა კვლევები, განსაკუთრებით ღირებული არის კემბრიჯის უნივერსიტეტში არსებობს სპეციალური ანალიტიკური ცენტრი, რომელიც იკვლევს კრიპტოვალუტებს და მათ კვლევებში და ბოლო რომელიც გამოქვეყნდა ეს იყო 2019 წელი, საქართველო არის მონიშნული როგორც ერთ-ერთი ჰაბი, სადაც იქ არის განსაზღვრული, რომ წლიური სიმძლავრე, რითაც მოიპოვება, გამოიმუშავება ეს კრიპტოვალუტები არის 200 მეგავატი და ეს არის მონაცემი, რომელსაც მე რო გაჩვენებთ ელექტროენერგიის მოხმარებას რამდენიც არ უნდა შევკრიბო და ბევრი ვეცადე, მაგრამ რაც არის ხელმისაწვდომის მონაცემები, ანუ არ არის, დადარებადიც არ არის ეს ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემები იმდენად გაუმჭვირვალეა და მით უმეტეს ეს წლების მიხედვით იმდენად რთულია, რომ ჩაეძიოს, ხო, თუნდაც მკვლევარი რეალურად რა ელექტროენერგიას მოიხმარდა ეს წლების განმავლობაში, დღეს უკვე წასულია BFTC საქართველოდან 2022 წელს გაყიდეს მათ ეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ საერთაშორისო კვლევებში დასტურდება, რომ ეს არის ნამდვილად ჰაბი და ასევე ესეთ ავტორიტარულ კვლევაში 2023 წელს ფიქსირდება, რომ ბიტკოინების გადინება საქართველოდან, მისი მოცულობა და რა ღირებულების ბიტკოინი გაედინებოდა, ეს იყო 1 მილიარდად შეფასებული. ძალიან მნიშვნელოვან მასშტაბზე საუბრობთ, ეს არის ეს თბილისის თავისუფალი ინდუსტრიის ზონა, რომელიც როგორც ვახსენე, სპეციალურად Bitfury-ისთვის შეიქმნა 2015 წელს, ხო? და ძალიან საინტერესოა ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ერთი მხრივ ვამბობ, ხო, რომ არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემები, ხო, მაინინგის მასშტაბზე, ან თუნდაც იმაზე, რა ჯამურად მართლაც რა მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარენ მაინინგის სხვადასხვა დიდი თუ მცირე კომპანიები, ან თუნდაც ადამიანები, რომლებიც სახლში ჰქონდათ, ხო, ან აქვთ ეს მაინერები.
მიუხედავად ამისა და შეიძლება წინააღმდეგობრივადაც მოგვეჩვენოს მეორე მხარეს, როდესაც ჩაუღრმავდება ადამიანი ამ საკითხს და მე უკვე ერთ წელზე მეტი ამას ვიკვლევ, აღმოვაჩინე, რომ ეს ყველაფერი ხდება მთავრობის ხელშეწყობით, ხო? და სხვადასხვა განზომილება და სხვადასხვა დონე აქვს ამ ყველაფერს, ხო? რაღაცა ესეთ ძალიან ჩუმად და მალულად მიმდინარე პროცესი არის. ამ ყველაფრის ნაწილი არის, ხო? ისევ და ისევ ეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, აქ არის ეს BFTC საქართველოს, რომელიც თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ოპერირებდა, მათი ეს თქვათ მონაცემები რა მოგებაზე გადიოდნენ და მით უმეტეს თავისუფალი ინდუსტრიის ზონაში, სადაც ისინი გათავისუფლებული იყვნენ, ხო? ყოველგვარი გადასახადისგან იქნება ეს ქონების, იმპორტის, ექსპორტის თუ ასე შემდეგ, ელექტროენერგიაც კი, რასაც ეს კომპანიები მოიხმარენ თავისუფალი ინდუსტრიის ზონაში, გათავისუფლებული არის DGG-სგან, ხო? რაღაცა ესეთი მართლაც 64-ის მსგავსი პირობები შექმნა სახელმწიფომ აი ამ კომპანიებისთვის. ამაზე დიდხანს არ გავჩერდები, მაგრამ იმისთვის რომ რაღაცა ეს კონტექსტუალიზება გავაკეთოთ, რატომ, ხო, იმიტომ რომ ბუნებრივად ჩდება ეს კითხვა, რომ თუ სახელმწიფო გადასახადებსაც კი არ იღებს აი ამ სექტორიდან, ხო, და ეს უბრალოდ მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარების ხარჯვას იწვევს ფაქტიურად, ხო, აი ესეთი წარმოება კრიპტოვალუტების, რატო აკეთებს ამას საერთოდ? რა ინტერესი, რა დაინტერესება უნდა კონდეს რომელიმე ქვეყნის მთავრობას, რომ აი ესეთი წახალისება გააკეთოს, ხო? მაგრამ თუ შევხედავთ ცოტა ესეთ ეს ვთქვათ დიდ სურათს თუ დავინახავთ, ხო, როგორი განვითარების რეჟიმი აქვს საქართველოში უკვე 10 წლეულებია და სადაც ხო ეს უცხოური კაპიტალის შემოსვლა და უცხოური კაპიტალის მოზიდვა არის ყველაზე ნომერ პირველი პრიორიტეტი, სადაც სანდრამაც ისაუბრა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ შორის ხო ჰესების აშენება, აი ამ ლოგიკებში ჯდება გარკვეულწილად ასევე სწორედ აი ეს მაინინგის წახალისებაც, იმიტომ რომ იმ ძალიან მცირე განცხადებებში თუნდაც რომელიც საქართველოს თავრობის წარმომადგენლებს გაუკეთებიათ, ხო, რატო გვაქვს მაინინგი, იქაც ყოველთვის საუბარია იმაზე, რომ ეს კომპანიები შემოდიან და მათ შემოაქვთ კაპიტალი. ისეთი შემთხვევებიც არსებობს, რომ შეიძლება ცოტა დაუჯერებელიც, რომ მაგალითად 2021-22 წელს ღარიბაშვილი იყო ჯერ კიდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის მიდის მაგალითად მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე და იქ რასაც აკეთებს არის ის, რომ ხვდება ყველაზე მსხვილ ინვესტორებს კრიპტოინდუსტრიიდან და მათთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში და ასე ვთქვათ ამ ყველაფრის ლეგიტიმაცია მედიასთან ხდება ისე, რომ ეს არის ჩვენთვის აქ შემოდის უცხოური კაპიტალი და რა ხდება იმის იქეთ და საერთოდ სად მიდის ეს უცხოური კაპიტალი და ვის რა სარგებელი აქვს, ამის ასე ვთქვათ ამაზე კითხვებიც კი არ ისმის. ამ ყოველივეს ხო რაღაცა ეს უფრო კონცეპტუალური სახე რო მივცეთ და ისევ დავაკავშიროთ ელექტროენერგიასთან, ამას მოვუბრუნდები, უბრალოდ ეს მინდა რომ გაჩვენოთ, რომ მიუხედავად იმისა, ხო, რომ მე ვახსენე, რომ ძალიან რთული არის იმის დადგენა, თუნდაც ჯამურად რა მოცულობის ელექტროენერგიის მოხმარებაზე არის საუბარი, როდესაც მაინინგის კომპანიებზე ვსაუბრობთ, რისი თქმაც ნამდვილად შეგვიძლია არის ის, რომ თუნდაც 2016 წლიდან მოყოლებული 2022 წლის ბოლომდე და 2022 წლის ბოლოს გადის სწორედ ეს BFTC თუნდაც საქართველოდან საქართველოს ხდება ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა, მაშინ როცა მანამდე ექსპორტზე უფრო მეტი როგორც ხედავთ ელექტროენერგია გაქონდა და არა მარტო ის, რომ იმდენად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რომ ქვეყანას უწევს და ქვემოთ არის ეს მოხმარების და წარმოების მიმართება ერთმანეთთან, არა მარტო იმაშია საქმე, რომ საქართველოს უწევს უფრო და უფრო მეტი, ესე იგი, ელექტროენერგიის შემოტანა, არამედ ყოველწლიურად ეს გეფი, ხო, განსაკუთრებით 2019 წელს, 2020 წელს თუ შევხედავთ, ძალიან დიდი არის სხვაობა ამ იმპორტს და ექსპორტს შორის და ეს არის მზარდი ტენდენცია, რომ უფრო და უფრო მეტი საჭიროება ხდება ელექტროენერგიის ყიდვის და საინტერესოა ისიც, რომ მას შემდეგ, რაც 2022 წლის ბოლოს, ხო, ბითური ფაქტიურად წყვეტს წარმოებას და ბიტკოინის წარმოებას საქართველოში, 23 წელს საქართველოს ისევ გაიტანა მაგალითად ელექტროენერგია ექსპორტზე გასაყიდად, ხო, ფაქტია, რომ გამოთავისუფლდა ელექტროენერგია ექსპორტზე გასაყიდად. ეს ხო აი ისევ და ისევ იმ მწირ მონაცემებზე დაფუძნებით, რაზეც
ხელი მიმიწვდებოდა პირველ გრაფიკზე ხედავთ როგორი არის მხოლოდ ისევ აი ამ BFTC-ის ხო ამ თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული data ცენტრის ელექტროენერგიის მოხმარება პირდაპირ მომხმარებლებში პირდაპირ მომხმარებლები არიან ის კომპანიები რომლებიც კანონით თვიურად 5 მილიონ კილოვატ-საათზე მეტს მოიხმარენ და აი ამ პირდაპირ მომხმარებლების სიაში ჩვენ ვხედავთ რომ მუდმივად BFTC ეს ბიტკოინების წარმოებელი კომპანია არის პირველ სამეულში და მასთან ერთად არიან თქვათ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ან ფეროშენადნობის ქარხანა და აი ამ ქარხნების მსგავს და უფრო მეტი რაოდენობის ელექტროენერგიასაც მოიხმარს მხოლოდ ერთი BFTC ხო, იმიტომ რომ დანარჩენზე კიდე საერთოდ უფრო ბუნდოვანი არის ეს მონაცემები. არის სხვადასხვა დაშვებები და გათვლები, რომ 2018 წელს მაგალითად მთელი ელექტროენერგიის 10-დან 15%-მდე მოდიოდა მაინინგზე. თუმცა ისევ და ისევ ის ინფორმაცია, რაც საჯარო არის ელექტროენერგიის მოხმარებაზე, მე ვერ მივდივარ, ამონ ყველაზე მეტი რაც შემიძლია ვთქვა, ისიც მაშინ თუ აფხაზეთს გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ აფხაზეთში რომ ძალიან სხვადასხვა ამ დოკუმენტზე, რასაც ახსენებდით, ხო, ეხლა ბოლოს რომ მიიღო მთავრობამ, იქ არის ნახსენები ეს კრიპტოვალუტების წარმოება აფხაზეთში. საქართველოს სხვა ტერიტორიებზე არაფერი არ არის ნათქვამი, მაგრამ იქაც რა თქმა უნდა არ ვიცით რა მასშტაბებზეა, ხო, საუბარი და თუ აფხაზეთს გამოვრიცხავდით, იმიტომ რომ ამ ხრივაც შავი ხვრელია, რომ არ ვიცით იქ მაინინგმა რა მასშტაბს მიაღწია საერთოდ. მაშინ ვიღებთ იმ მოცემულობას, რომ სხვადასხვა კრიპტო მაინინგის კომპანიები 2019 წელს იყო პიკი, როდესაც თქვათ 7.5%-ს მოიხმარდნენ მთელი ელექტროენერგიის მოხმარებისა. მე მინდა რომ დაუბრუნდე აი ამ კონცეპტუალურ ჩარჩოს და დავასრულო, ხო? და ეს დერისკინგის საკითხი, რაც ალექსანდრამ შემოიტანა, რისკების დამზღვევის სახელმწიფო, რომელიც გლობალური დისკურსის ნაწილია და გლობალური ფენომენის ნაწილია და ბატონმა მამუკამაც ამაზე ისაუბრა, რომ კერძო კაპიტალის შედინება ხდება, ხო, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელზეც სახელმწიფო გასცემს გარანტიებს და ეს ფული ასევე ძირითადად მე სესხის სახით გაიცემა სხვადასხვა განვითარების ბანკების მიერ და ჰესები არის კლასიკური მაგალითი და თუნდაც ნამახვან ჰესის ხელშეკრულება არის კლასიკური მაგალითი, აი ასეთი დერისკინგის რისკების დაზღვევისა. მე ჩემს კვლევაში ვამტკიცებ, რომ თუნდაც ის თუ როგორ შემოდის მაინინგი ასევე როგორც შეგვიძლია შევხედოთ როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტს, იმიტომ რომ ეს data ცენტრები, რომელიც შენდება, იქნება ეს გორში თუ თბილისში, ხო, ეს არის ასევე ინფრასტრუქტურები. ამასაც ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ აი ამ რისკების დაზღვევის პრიზმიდან და სამი მიმართულებით შეიძლება რომ გავშალოთ აქ ეს არგუმენტი. პირველი არის ეს ფისკალური და ფინანსური ორ წუთში დავასრულებ. ფინანსური და ფისკალური რისკების დაზღვევას როგორ აკეთებს სახელმწიფო, რომ კრიპტოვალუტების წარმოება მოხდეს ქვეყანაში და ამის სხვადასხვა მაგალითი არსებობს. ერთ-ერთი ესეთი მაგალითი არის მაგალითად 2019 წელს მიღებული სპეციალური ბრძანება ფინანსთა სამინისტროსი, რომელიც ყოველგვარი საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს კრიპტოვალუტების ვაჭრობით ან გადაცვლით ან ასე შემდეგ მიღებულ სარგებელს, რომელიც იყო კიდევ უფრო დამატებითი, ესე ვთქვათ, საგადასახადო წახალისება საერთოდ აი ამ კრიპტო ინდუსტრიისთვის, იმაზე დამატებით, რომ ისინი უკვე თავისუფალი ინდუსტრიის ზონებში ძალიან კომფორტულად მოეწყნენ, ხო? ასევე არსებობს დადასტურებული ცნობები იმაზე, რომ თავად ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდიდან გაცემული იქნა სულ მცირე 20 მილიონი დოლარის სხვა ცნობებით არის, რომ 30 მილიონზეც არის საუბარი, საწყისი ინვესტიცია, როდესაც ბიტფური ჯგუფი შემოვიდა საქართველოში, რომ აეშენებინათ ეს data ცენტრი, რაც ეს კომპანია მაშინ იყო სტარტაპი, არ იყო ესეთი განვითარებული. მე მას შემდეგ რაც ის ასევე საქართველოში ხსნის თავის data ცენტრს ბიტფური, ხდება ერთ-ერთი წამყვანი ბიტკოინის გამომუშავებაში. მიწის ჩუქება ბიტფურისთვის, რომელიც უკვე ვახსენე, ერთ ლარად სიმბოლურ ფასად, ესეც ნამდვილად იყო ფისკალური
რაღაც რისკის დაზღვევა და თუნდაც არის DGG-სგან გათავისუფლებული ელექტროენერგიის მიწოდება და ისეთ რეგიონებში, როგორიც არის სვანეთი, საერთოდ უფასო ელექტროენერგიის გამოყენება, ხო? გვაქვს ასევე თუ შევხედავთ რეგულაციების მხარეს, ხო, ამ ხრივაც ვხედავთ მთელი რიგის რისკების დაზღვევას, აი მაინინგის ინდუსტრიისთვის, იმიტომ რომ იმის გარდა რომ ძირითადად ხო ეს როგორც უკვე თქვი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, სადაც საგადასახადო მთელი ეს პრობლემა მოხსნილი აქვს ნებისმიერ კომპანიას და მათ შორის მაინინგის კომპანიებს. საქართველოს დღემდეც ბევრ გამოკითხვაში არის მოხსენიებული როგორც ერთ-ერთი ყველაზე კრიპტომეგობრული ქვეყანა. რატომ? იმიტომ რომ არ არის რეგულირებული. მაინინგი ხო საერთოდ არ არის რეგულირებული და ასევე კიდევ სხვა ეს იქნება გადახდები, ვაჭრობა და ასე შემდეგ, ამაზეც რაღაცა ძალიან ჩანასახოვან ფაზაში არის რეგულაციები და ამ ხრივაც ჩვენი ეროვნული ბანკის სამწუხაროდ ძალიან პასიურ პოზიციაში აღმოჩნდა აქამდე. და ის ფაქტიც, რომ ფაქტიურად ეს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, მე ვფიქრობ, რომ ესეც არის ერთგვარი რეგულაციური რისკების დაზღვევა, იმიტომ რომ თუ არ აწარმოებს სტატისტიკას, ხო, თითქოს ეს არ არსებობს, მაშინ ამაზე კითხვებიც აღარ ჩნდება და შესაბამისად თითქოს დღის წესრიგიდან იხსნება ის კითხვაც, რომ რატო უნდა დავარეგულიროთ, იმიტომ რომ არც ვიცით, რას ვარეგულირებთ, თუ ამაზე ინფორმაციას არ ვაწარმოებთ, ხო? და ბოლოს პოლიტიკური რისკების დაზღვევა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. და ეს არის პირველ რიგში აი ზუსტად რითაც დავიწყე ასევე თავიდან აი ეს ძალიან ჩუმი პოლიტიკური დისკურსი მაინინგის შესახებ და რომ ნახოთ თუნდაც ის პირველი განცხადებები, როცა საზეიმოდ გაიხსნა 2015 წელს ბიტფურის დატა ცენტრი თბილისთან ახლოს, მაინინგს არც ახსენებენ საერთოდ თითქმის იქ მისული სამინისტროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები და ნიუსებიც იმდროინდელი არის ესე, რომ გაიხსნა ძალიან დიდი დატა ცენტრი და ეს არის ინოვაციური და რაღაცა ეს ციფრული ჰაბი უნდა გახდეს, ეს კიდე ახალი ენერგო ჰაბის გარდა არის ეს რიტორიკა ციფრულ ჰაბზე, რომელიც ოღონდ ასევე ძალიან მიმალული არის ოფიციალურ დოკუმენტებში და ალბათ მოსახლეობის უმეტესობას არ ცმენია იმაზე, რომ მთავრობა აპირებს, რომ ციფრული ჰაბი გახსნას ქვეყანაში. ძალიან ჩუმი დისკურსი, რომელიც არის სტრატეგიული და სტრატეგიული რაღაცა ეს ბუნდოვანების შექმნა, ხო? არის არაერთი მაგალითი მემორანდუმების გაფორმებისა კრიპტოინდუსტრიის წარმომადგენლებთან და არის ესეთი stablecoin Tether მაგალითად, რომელსაც პირდაპირ მთავრობასთანაც აქვს გაფორმებული მემორანდუმი, TBC ბანკთან, სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, ანუ ეს თანამშრომლობები კრიპტოინდუსტრიას და საქართველოს შორის ეს შორდება ეკონომიკურ სფეროს. ეს არის თანამშრომლობები ასევე განათლების სექტორში და რაღაცა ინვესტიციების ვალდებულება, რომ ანუ ეს რას ემსახურება ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ კრიპტოფულის ნორმალიზება, ხო? მისი მიღება, მისი ნორმალიზება, როგორც აქ არაფერი უჩვეულო არ ხდება. ხო? და მათ შორის ისიც რომ არ ვიცით ასევე მოსახლეობის რა ნაწილი იყო საბოლოოდ პიკის დროს თუნდაც ჩართული მაინინგში 2018 წლის მონაცემი არსებობს ერთი მსოფლიო ბანკის რომ 250,000 ადამიანი ფიქსირდებოდა ვინც მაინინგში იყო ჩართული საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია გარკვეული ეს ეკონომიკური ბენეფიტი რასაც მოსახლეობა იღებს პირველ წლებში ხო მე უფრო და უფრო იკლებს წლების განმავლობაში ესეც რაღაცა გარკვეულწილ გათავისებას ინტერნალიზაციას ახდენს ამ სარგებლის და შესაბამისად ამცირებს პოლიტიკურ რისკებს. და სულ ბოლოს ვიტყოდი იმას, რომ მიუხედავად იმისა, ხო, ასევე თავიდან რაზე საუბრითაც დავიწყე, რომ ეს მთელი კრიპტოინდუსტრია და მათ შორის ბიტკოინი იქმნება იმ შემართებით და იმ მოტივით, რომ ეს იყოს ალტერნატივა რაღაცა სახელმწიფოსი, ტრადიციული საბანკო სექტორის ფულის, ეროვნული ფულის და ასე შემდეგ, რასაც ხედავთ საქართველოში არის ამის საპირისპირო. პირიქით ხედავთ, რომ ეს ნეოლიბერალური სახელმწიფო, რომელიც გვაქვს და მთელი ეს ნეოლიბერალური რეფორმები, დერეგულაცია, რაც აქამდეც იყო გატარებული, ხო, იქნება ეს საგადასახადო სექტორში, იქნება ეს საბანკო სექტორში, იქნება ეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, რომლებიც 2008 წლიდან იქნება, ძალიან კარგად გამოიყენა, მართლა ესეთი ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა აი ამ კრიპტოინდუსტრიისთვის, კარგად შემზადებული ნიადაგი დახვდა და ვხედავთ, რომ სრულ ჰარმონიაში
არის ეს ინდუსტრია არა მარტო პოლიტიკურ ელიტებთან, არამედ მათ შორის ჩვენ საბანკო სისტემასთან და მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც იქ არის მაგალითები, რომ მაგალითად ბიტფურიდან ჩამოდიან ხალხი და რაღაცა ტრენინგებს უტარებენ ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებს, ხო, ესეთი შემთხვევებიც გქონდა და ამიტომ ესეთ ერთგვარ გადაჯაჭვულობას ნამდვილად ვხედავთ ნეოლიბერალიზმსა და კრიპტოინდუსტრიას შორის და ისეთ პერიფერიულ ეკონომიკებში, როგორც ჩვენ ვართ, სადაც ძალიან ბევრი გამოწვევაა სოციალური და ეკონომიკური, ასევე ბუნებრივია, რომ ადამიანების დიდ ნაწილს გაუჩნდა სრულად თუნდაც ჩართულიყვნენ ამაში, ხო? და ეს თავის გაქცევის ალტერნატიული შემოსავლის რაღაცა თითქოს მარტივი ფულის შოვნის სხვადასხვა პირამიდებიც იყო, ამაზე ვეღარ ვისაუბრებ კრიპტოსთან მიმართებაში. ესეც კი, ანუ ამაზე კაპიტალიზაციაც ძალიან კარგად მოახდინა კრიპტო ინდუსტრიამ, ხო? და საბოლოო ჯამში ხო, დავასრულებდი იმით, რომ ნამდვილად ალბათ მაინც უფრო მიუხედავად იმისა, რომ პასუხები არსებობს, ესეთ ღია პოლემიკურ შეკითხვად შეიძლება ალბათ დავტოვოთ, რომ არა მარტო ის თუ რატო ითვლება საერთოდ, ხო, თქვათ ამდენი ჰესის საშენება ჩვენი რაღაცა განვითარების ძრალად, როგორ შეიძლება რომ ასევე ისეთ სფეროზეც, როგორიც არის კრიპტოვალუტების წარმოება, საიდანაც სახელმწიფოს ფაქტიურად სარგებელი არ რჩება, იმის გარდა რომ იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რომ აი ამაზეც ვიფიქროთ, როგორც რაღაცა ეს მიგვიყვანს ჩვენ განვითარებამდე, რაღაც ახალ ციფრულ ჰაბად გადაგცემა. მადლობა.